გამარჯობა. ეს რა სილამაზე გაქვთ? ეს რა სილამაზე გაქვთ? ვაიმე, ძალიან საყვარელია. აი საუნა. გამოსული ადამიანი ცივ წყალს ისხავს. კი, აი. აი გადაუხსო. იქვე ავსებს. კი. მოდით რა რომელიმე თავზე ცივი წყალი უნდა დაგასხათ. ანუ ეს მუშაობს ძალიან კარგად. ძალიან ზღაპარს გავს. ეს ეზო ულამაზესი თქვენი ხედებით ეს ბავშვების კუთხე ეს უსაყვარლესი გამარჯობა. თქვენ დიასახლისი. ნათია. სასიამოვნოა ნათია. აი ეს რა სილამაზეა, უსაყვარლესი ადგილია. კაპიტალურად გაკეთდება სამომავლოდ საუზი. ეს საზაფხულო დუში იქნება იქ. ანუ მართლა რა ლამაზია. აი ბებია ჩემის მზითბია. ანუ? აი საკერავი მანქანის. ბებია თქვენმა მიიტანა, როდესაც გათხოვდა. კი. როგორც იცი, სულ ეგ ძველი ნივთები გაქვთ გამოყენებული, ხო? კი, მაქსიმალურად, ხო. ბატონო ავთანდილ, მოგვიყევით ეს თქვენი 64 შესახებ. მანამდე რასაკეთებდით სანამ ეს დაიწყეთ? ბათუმში მოღვაწეობდით, მუშაობდი უბრალოდ ერთი 10-15 წელი აქედან რომ წავედი. ამ სოფელს ემუქრებოდა ცოტა მიტოვება, ასე ვთქვათ. ხო, როგორც ყველა ქართველი. ხო, ბავშვები უკვე აღარ ამოდიოდნენ, ინტერესი აღარ იყო. და შემდეგ დავიწყე, მეთქი რაღაცა უნდა. ანუ სოფელი არის მოსიაშვილები. კი, მოსიაშვილებია, მოსიძე ვარ და შესაბამისად და რაგვარის ხალხი ცხოვრობს? მოსიძეები ძირითადად. ხო და მე დავიწყე სახლით, საოჯახო სასტუმრო უნდა გამეკეთებინა და მე ცოტა შემეცვალა იდეა დავიწყებ კოტეჯით მეთქი. თქვენი ხელით გააკეთეთ? კი. ყველაფერი აბსოლუტურად ჩემი ხელით მაქვს ნამუშევარი. ამ სოფლის ისტორია რა არის ისეთი რაც საინტერესოა? საინტერესო ძირითადად არის თამარ მეფის ხიდია ახლოს, ოთოლთაციხეა ახლოს აქ. კავიანის ციხეა. რა ტიპის ტურისტზე გათვალეთ ეს? აი ვისთვის გააკეთეთ? უფრო საოჯახო, ბავშვებით, ოჯახებით, იმიტომ რომ იზოლირებული ეზო აქვს და აი ეს სოფელი ვისაც არა აქვს. ხო, ისეთი ბავშვებით მოდიან ძირითადად, პატარა ბავშვებით, უმეტესი. წყვილებიც რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ბავშვებით ოჯახით. კი. და აი რაღაცა ეს პირველი ტურისტი, პირველი სტუმარია, ეს ემოციები, რისკი რომელიც გაწიეთ, ფული უნდა დაგეხარჯათ, ამოიღებდით თუ არა არ იცოდით? რომ მაგაზე არც მიფიქრია, იმიტომ რომ უნდა გამეკეთებია აუცილებლად, თუნდაც მიზერული ყოფილიყო შემოსავალი, იმიტომ რომ რაღაცით უნდა დამეწყო და დავიწყე ამიტომაც. თუ არა, ეხლა მატერიალურად რაც შეეხება ის ამ შრომას და ამას ის ჯერ არა ალბათ, მაგრამ დიდი პოტენციალი აქვს. ეს მუშაობს მთელი ზამთარი მუშაობს ხოთაშორის. არ უჩივი ახლა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, არ უჩივი. ძირითადად საიდან მოდიან? ქუთაისი აქტიურობს, კარგად, ქუთაისი. კახეთიდან არიან ძალიან ბევრი, თბილისიდანაც იყვნენ ძალიან ბევრი. აი როგორც სწავლობთ ამას? თუ უბრალოდ ქართული მასპინძლობით? ქალაქში მქონდა ცოტა ამის გამოცდილება, იმიტომ რომ იქანაც ბინები მაქვს. ამ ტურისტთა შეხება მქონდა ნაწილობრივ მეუღლესაც რა თქმა უნდა. ახლა ამ სიტუაციაში ახლა ქალის ხელი ძალიან დიდი მნიშვნელოვანია. ამ ადგილს კონკრეტულად აქვს ხედები აქვს. ძალიან მაგარი ხედები აქვს, 360 გრადუსით ხედი აქვს და ყოფილა შემთხვევა რომ მეთქი ადგილი არაა, მეთქი 10 კაცის და რომ 7 კაცის მეთქი. რას მელაპარაკებიო გარეთ დავდგამო მატრას და დავწვევიო. ისი ყოფილა ბევრჯერ ასეთი შემთხვევას მართლა. ისე რამდენ კაცს ატევთ? კოტეჯი გათვლილია 4 კაცზე, 4 + 2, 6 კაცი. კი. აქვე ყვებით შეგიძლიათ რა უზრუნოთ? კი, მენიუს გვაქვს ჩვენ. კი, არის. აჭარული საჭმელები. კი. სინორი, ბორანო, გასუქება. ძალიან კაია თქვენთან იცით? მალოთ, მოგზანდით. მაგრამ ასე ვერ გაიგებ თუ ერთი დღე არ დარჩით რომ ყველა დეტალს დააკვირდებით და ყველაფერს კარგად ხო, ძალიან ბევრია წვრილმანებში გაქვთ ჩაქსოვილი. კი, ქვები, ბუნებრივი ქვა, ყველაფერი აბაზანაშიც
ნიჟერაც ბუნებრივი მაქვს გაკეთებული. თავარია მეუღლე გვერდში მყავს. კი, ქალის garaში არაფერი გამოდის. კი. ჩემო ძვირფასო, ასია ეს. კი. ქალია წარმატების ფორმულა. გაიცანით მზე, გაიცანით ია ცოტა პასიურია. მზე ძალიან თხა. არასდროს იას ჭამას, მაგრამ ია მე მგონი ვერ მიხვდა რომ უნდა ჭამოს საერთოდ. სამაგეროთ მზე ხვდება წამში და აცლის ეჭმალს. ძალიან დამსვარა, რა გავაკეთო ხა მთელი დღე. ყოველ ჯერზე, როდესაც 9:09 ზღვა უნდა გადავლახოთ და უნდა მივიდეთ ადგილზე, სადაც ხვდება რაღაც მორიგი ასეთი სიგიჟე სივრცე და ასეთ სივრცეების გამო ქვეყნის გარეთ გავდივართ ხოლმე. და ჩვენ მოვდივართ ესეთ სივრცეებში. ყოველ ჯერზე მგონია, რომ რაღაც მაინც მსგავსი იქნება და ყოველთვის გარემო არის ძალიან განსხვავებული. თავის თხებით. ვაიმე, რა ვქნა? არ იმსახურებ არაფერს. შენ მიხვდი რომ რაღაც კარგი ხდება აქ თუ ვერა? წადი შენ თხახარ. პრინციპში რაც ყველა სასტუმროს ნახვით მივხვდი და ერთი და იგივე დასკვნის გამოტანა შემიძლია არის ის რომ მე მთელი დღე დღეს ესე ვივლი. მთელი დღე. ფეხებს შემაწმინდა. არის ის რომ არავის აქ კლასიკური გაგებით აკადემიური განათლება ტურიზმზე არ მიუღიათ. ქართულ სტუმართმა სპინძლობაზე არის აგებული თითქმის ყველა სივრცე. და რაც უფრო მეტად ქართული ხასიათია, მით უფრო მეტად კმაყოფილი რჩება ტურისტი. იმიტომ რომ ემსახურება ბებია, დედა, შვილი, ბებო გენეცვალოს მოდი, მიყვარხარ, აბა რა მნიშვნელობა აქვს, რა ენა იცის თუ არ იცის. მოკლედ ჯესტებითაც კი აგებინებს რომ ბედნიერები არიან ყველა სტუმრით, მზად არიან ყველაფერი გააკეთონ სტუმრებისთვის და მოკლედ აქ გრამებით საჭმელს არავინ არ ითვლის. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ფაქტია რომ თითქმის ყველა ადგილი სადაც ვიყავით დარეზერვებულია სეზონის ბოლომდე. მათ შორის 50-50-ზე, როგორც გვეუბნებიან, ბევრი უცხოელი, ბევრი ქართველი. აჰა, ჭამე შენ, თხა. რამე სხვა გონია? იდეა საიდან მოვიდა? რატომ დაიჯერეთ რომ ამ ადგილას 9:09 ზღვაზე რომ უნდა გადალახო მოვიდო და ან უცხოელი როგორ მოგაგნებდათ, ან ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ასე შემდეგ. რაიონში გვინდოდა რომ რაღაცა ახალი შეგვექმნა პერსპექტივა და დავინტერესდით იმით რომ იყო ბევრ ადგილას ვნახეთ კოტეჯების შენებლობები და ჩვენი უკეთესი ხედით და უკეთესი სილამაზე და ბუნება გქონდა. აჭარაში მithumedes ყველგან კარგია ყველაფერი საქართველოში, მაგრამ ჩვენი ხედებით იმით ბევრი ტურისტი არის კმაყოფილი. ეს ყველაფერი თქვენ ხო არ იცოდით როგორ უნდა გეკეთებინათ? არ ვიცოდით პარტნიორი ყავს რომელმაც მოგვაწოდა ეს იდეაც და თავისი თანხლებით ჩვენც ზოგი ჩვენი იდეით, ზოგი თავისი იდეით და პროექტები შევქმნით ისეთი რაც რომ ხალხს და ტურისტს დააინტერესებდა და შევეცადეთ რომ გამოსულიყო კარგი. არა, მე უფრო მომწონს და მე უფრო მხიბლავს ის რომ აჭარის მაღალმთიან რაიონში მცხოვრები სოფელში ადამიანი რომელსაც ეს ყველაფერი არ უსწავლია და გამოსდის, მე ეს მომწონს. ამ ამბავში. ცდილობთ გამოგვივიდეს კარგი. ანუ მე როგორც მოვხდი თქვენი პრინციპი მასპინძლობის არის ქართული სტუმართმასპინძლობა. ქართული სტუმართმასპინძლობა რა თქმა უნდა ეს საქართველოში ყველა კუთხის თავისებური მიდგომა აქვს ტურისტთან, სტუმართან. ჩვენი სოფელი იმ თავიდან ძველი დროიდან იყო ადრე იყო ხულოს რაიონი, შუახევის რაიონი არ არსებობდა და იყო სანამ მანქანის გზა იყო, ფეხმავალი გზა ჩვენ ეზოში გადიოდა. და ჩვენ სხვათა შორის ჩვენ სახლში ჰქონდა მეიდანოდა. ეს რას ნიშნავს? მეიდანოდა ნიშნავს სტუმრის ოთახი ახლა ჭარულად. აჰა. სტუმრის ოთახი მარტო ჩვენ არა სოფელში იყო ბევრი ამ გზაზე ვინც ცხოვრობდით. იყო გზიდან ცალკე შესასვლელი ჰქონდა იმ მეიდანოდას, რომელიც იქ და ადრე ბუხარი იყო, ის არ იყო ფეჩი და ისეთი რამე და ბუხარში შეშაც მომზადებული მაგიდაზე, ხილი, რაღაცა ისეთი საკვები, რაც რომ რაღაცას არ გაფუჭდებოდა მომენტში ერთ დღეზე და ერთ სულ შესვლა. და არც დაგიძახებდა სტუმარი თუ კარს
ნახავდა რომ ღია იყო და იქ სხვა სტუმარს დაკავებული არ ქონდა, შეეძლო ჩვეულებრივად შესულიყო გზიდან, ქონდა თავისი შესასვლელი. და შედიოდა ამას მიირთმევდა და წავიდოდა. ხო, ღამის გაათევდა, იყო ახლა სოფლები ძალიან ეს შორი ვის და თქვენ ბებია ბაბუას თუ თქვენ? ბებია ბაბუას დროს, ჩემი ბებია ბაბუას დროს თითქმის 9 საუკუნის წინ. და ეს ტრადიცია თქვენთან გადმოვიდა თქვენზე? და ეს სტუმართმოყვარეობა მოგხსნევს მოდითგან სოფელსაც, ოჯახსაც და ყველას. როგორ უნდა მივხვდარიყო სტუმარი რომ იმ ოთახში შეეძლოს შემოსვლა? იმ ოთახს ცალკე შესასვლელი ქონდა გზიდან პირდაპირ. გავიგე. თუ გზა ისეთი იყო დაბალზე მაღალზე ხიდის ნაირად გაკეთებული რომ მოაჯირით და იმით რომ პირდაპირ მიხვდებოდა ყველა გამლელი რომ იყო მეიდანობდა და შეეძლო სტუმარს თავისებურად გაეთია ღამე. პირველად მესმის და ძალიან საოცარია. თუნდაც მამა ჩემი როცა საჭმეს ჭამდით და რომ პური არ ყოფილიყო მაგალითად გათავდებოდა ან რამე ახალს გამოაცხობდით გავამზადებდით საჭმეს რომ სტუმარი რომ გამოულიყო ვიღაცა ღამე დაეძახა რომ ქონოდა. და არ შევცვლილიყავ. ანუ ესე იგი თქვენი სტუმრების მასპინძლები არიან ყველა თქვენი მეზობლები, თანასოფლელები? ჩვენი სოფლის ხალხი დასაქმებული. ადგილობრივები. ადგილობრივები. ზოგადად აი ეს ძალიან თანამედროვე შემინული რაღაცა მივხვდი რა სხვადასხვა დეტალი სხვადასხვა ქვეყნიდან გაქვთ აღებული ამოვიცანი. სოფლმა როგორ მიიღო? ან ის თქვენი ბებია და ბაბუა რა სიტყოდა ამაზე მეიდანოდა რა ქონდა? ბებია ბაბუა სიცლის მე რომ შევხვდები ალბათ ვიტყვი არა. სოფელისთვის ცუდი არაფერი არ ცუდი კი არა გაუკეთებია. პირიქით და ფანტასტიკური რამ გააკეთეთ. სოფელიც და რაიონიცშიც უფრო მეტი პერსპექტივა არის გამოჩნდა რუკაზეც ხალხმა ბევრმა ნახა ბევრი ქვეყნიდან სტუმრები მოდიან და ვცდილობთ რომ ყველა კმაყოფილი იყოს. თქვენთვის რას ნიშნავს ეს სივრცე? აი რა სწავლობთ, რა აღმოაჩინეთ ახალი? ვსწავლობთ ახლა რა თქმა უნდა სხვადასხვა ქვეყნის სტუმარი სხვადასხვა რაღაცას შეისწავლი უფრო კულტურას ახლებწავ მოქცევის მანერას და ყველაფერს ავიც მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მაინც რომ ჩვენი აჭარული ტრადიციული რაღაცებით ვასწავლოთ რომ ეგ არის მაგიტო ჩამოდის იმან ჩვენი ქვეყანა დაინახოს ზუსტად მაგიტო ჩამოდის თორე ასეთი ბევრგან არის ბევრ ქვეყანაში აქ საქართველოს ნახონ რა მოსწონთ და დაინტერესდა რა თქმა უნდა ბუნება აერი და მე რა თქმა უნდა კერძებიც ყველაზე მნიშვნელოვანია კერძი და სისუფთავე და თქვენ ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის ტურისტთან გაქვთ უფრო მეტი სიახლოვე როგორ გონიათ? თითქმის ყველა ქვეყნიდან არის, მაგრამ რა ვიცი, უფრო ხშირად არაბები, ყაზახებიც, უკრაინა, რუსეთი, ყველა და თითქმის ყველა ყველა ევროპა. მაგრამ რაღაცა ის არაბები მითხრა ყველამ თითქოს, რომ ყველაზე მეტი თითქმის უფრო მეტი ხშირად 60-70% არაბი და უკვე შემოსავალს გაძლევთ ეს ბიზნესი თუ ჯერ არა? შემოსავალი კი არის ახლა ნაწილობრივ, მაგრამ შენებლობას ვახმართ, რომ უფრო გავფართოვდეთ რაღაცები დავამატოთ და ჯერ ყველა მაგ ეტაპზე არის, ისევ რეინვესტირებაში არიან. ეხლა მოდი ჩვენ მოვყვეთ რა ქვია თქვენ სასტუმროს და რატო? ნიკას სასტუმრო ქვია. და ნიშნავს დასვენება აჭარაში. სახელიც არის ბავშვ ჩემს შვილსაც ქვია და ამასთანავე დასვენებას ნიშნავს ბერძნული მითოლოგიით. სასტუმრო სახელი ნიკა აჭარა? ის რაც ნიშნავს იმას რომ მოგიწოდოთ რომ დაისვენოთ აჭარაში. სასიამოვნოა. სასიამოვნოა. ეს რა საოცარი იდეა განახორციელეთ, ხო? კი. ჩვენსაც სად არის სახლი ხეზე და ჩვენ სად ვართ? სახლი ხეზე იქეთ. გამარჯობათ, რა კარ ხართ? დედა ჩემი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ტურისტები ალბათ გაგიჟდებიან ამაზე, არა? კი, ნუ ვცდილობ. ეს ოჯახურელი ქვია? ჩემი ბიზნეს პარტნიორი უკრაინიდანაა, იმის ნუ ბავშვობაში მოსავლა და იქიდან ჩამოიდანა. ეს უკრაინელი პარტნიორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ხო თქვენთან? მე პირველი სახლი რომელიც არის ის მე გავაკეთე, დანარჩენი უკვე მისი დახმარებით ის ჩანიც თუნდაც და იპოთეჯიც. უკვე თვითონ ამ უკრაინელმა მეგობრებმა გაგაკეთებინა. კი. აბა დავიწყოთ. საქართველო ედამიტის ხვავილენარია სილამაზის ხაპარად თქმული ნატევრის თვალია
დაკრძალო სამეკაული ზურმუხტელალისა მომიყევით თქვენი ამბავი ბაბუის მსხლის ხით დაწყებული. მოკლედ ეს ყველაფერი ბავშვობიდან თანატოლებთან ერთად თამაშობდით, მოკლედ ვაკეთებდით სახლს, თითქოს სახლობანას ვიძახდით, მოკლედ. ხო და როცა გავიზარდი საშუალება მომეცა, მე უკვე ნამდვილი სახლი გააკეთე. კი, ნამდვილი სახლი გავაკეთე. აქ გაიზარდეთ, ხო? კი, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. და როდის მქონდათ ფიქრი, რომ იქ სადაც ცხოვრობდით, იქ სადაც თქვენი კერა იყო, გექციათ რაღაც ამ სამოთხეთ? კი. მართლა? იმიტომ იყო ეს ბავშვობის ოცნება, ასე რომ ვთქვათ. და ვაქცია რეალობად. რაღაც საშუალება მომეცა ეგრევე რა, არც დავფიქრებული ვარ, სხვა რამეში არაფერში არ ჩამიდია ფული. ხო, მაგრამ ამ გზაზე 9-9 ზღვარი უნდა გადაიარო, არ ფიქრობთ რომ რისკი იყო? რისკი ჩემი იყო, ჩემი ბავშვობა იყო, ჩემი ბავშვობის ყველა ის უკავშირდებოდა აკაურობას, ამიტომ არ დამნანებია არაფერი. პირველ რიგში გავაკეთე ჩემთვის. ხო და მერე მოვიდა იდეა აი ბიზნესად რომ მეკცია ეს ყველაფერი. რამეს ყველა სხვა საქმიანობა მოკლედ გავაჩერე ქალაქში და გადმოვედი აქ. სწორი გადაწყვეტილება იყო? კი, არ ვნანობ ერთი წამითაც. რას გაძლევთ აკაურობა? აი რაც რომ ყველაზე მთავარი და რაც ყველას გვჭირდება არის აი თავისუფლება, სულიერი სიმშვიდე, რაც ვიპოვე აქ მოკლედ. დედა ოჯახი დასაქმებული ყავთ მეზობლები? კი, ჩემი ოჯახი და მეზობლებიც ნაწილობრივ ჩართული ამ საქმიანობაში. მაგრამ დედა წუხს რომ თქვენ ცოლი არ ყავთ. ხო, ეს არის რაც აკლია აკაურობას. აკლია აკაურობას. თქვენ როგორ ხედავთ ამ ყველაფერს და ამ სივრცეს? თქვენ რა სახელს არქმევთ? ერთია მე როგორ ხედავ, ჩემთვის ზღაპარია მართლა, მგონია რომ სადღაც პატარა გნომიკები გამოვლენ და აქ დადიან. მაგრამ აი თქვენ როგორ ხედავთ? პირველ რიგში არის ჩემი ბავშვობის ოცნება, რაც რომ ავიხტინე. ანუ აქ შემოსულებს ბავშვობაში აბრუნებთ. კი, კი. აქ და მაგის გამოც აი სტუმრის უმრავლესობაც აი ყველა მაგის გამოდის რომ თითქოს ვინც მოდის, ყველა მაგას იძახის, ჩვენი ბავშვობის ოცნება იყო, რომ სახლი, ხეზე და რაღაცა და უფრო მეტად მაგის გამო მოდიან სტუმრები რა. და ტურისტები ძირითადად საიდან არიან? მოდი ასე ვიტყვი 50% არის საქართველოს მოქალაქეები და 50% უკვე უცხოელები რა. მე ფარელში ვარ, ჭავჭავაძის პირველში ესთეტიკურ ცენტრში, რომლის ხელმძღვანელიც არის სოფიო დულარიძე, რომელმაც ისწავლა ქვეყნის გარეთ. შემდეგ თავის სამშობლოში თავის კერას დაუბრუნდა და გააკეთა ადგილობრივი ქალებისთვის ესთეტიკური ცენტრი. განათლება სწორედ ამ კუთხით მიიღო თურქეთში, იქ სადაც პლასტიკური ქირურგია და ესთეტიკა არის ძალიან მაღალ კლასზე. ეს ესთეტიკური ცენტრი არის იმის დასტური, რომ პროფესიონალების მომსახურება მხოლოდ დედაქალაქში არ არის შესაძლებელი. გამარჯობა, თალამაზი ხართ. როგორ ხარ? ანუ ეს ყველა სერტიფიკატი თქვენია? ეს ძალიან მინიმალური რას დაატიეთ? როცა სხვა ქვეყანაში ცხოვრობ, იქ განათლებას იღებ, იქ დარჩენის შესაძლებლობა გაქვს და მაინც ქარელში ჩამოდიხარ და მაინც მე აქ საკუთარი ცოდნის რეალიზებას აქ აკეთებ. მე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შემეძლო მეცხოვრა, თუმცა ქარელის გარეშე ჩემი ცხოვრება აი, მსოფლიოს ნებისმიერ დროს ადგილზე შეგიძლია იცხოვ და ქარელში ჩამოდიხარ, აი ეგ არის პატრიოტიზმი. აქ მე როგორც ვთქვი, ყველაფერი ფილერი, კი. ყველაფერი. ნახევრად ქირურგიულ პროცესებამდე შეგვიძლია მოვემსახუროთ ქარელში. და ქარელში ძირითადად რა ასაკის გოგოები დადიან შენთან? ესე გამოკვეთილად არ არის, იმიტომ რომ როგორც +18-დან იწყება, შეიძლება ბოლოს პაციენტი მყავდა 74 წლის ქალბატონი. რა გაიკეთა? სახის ლიფტინგი. სხვათა შორის ბევრი პაციენტი ჩამოდის თბილისიდან, იქიდან გამომდინარე, რომ აპარატი ჩამოვიტანა 4 კლინიკას უთხარი უარი, თბილისში რომ მომსახურება ქონოდა. და კომფორტი შეუქმნელი ჩემი რაიონის მაცხოვრებლებს იქიდან გამომდინარე, რომ როზაციეს ნომერ პირველი ეს ფოტო გახალგაზრდობებს რა? კი.
ეს სახელოსნოა, რომელიც სახში მოვიწყვე. აი მე ამასაც შენაკეთებ? ყველაფერს კი აი მე რა ლამაზი ჩანთებია. კერამიკა, მინა. აი მე რა სიგლამაზე ფეხსაცმელია შენ. ვისაც გიყვართ ბევრი თვლები და ჭყველები ჩემსავით და სიჭრელე. მომეყევი საიდან დაიწყე? ქარელში დაიბადე გაიზარდე. ქარელში დავიბადე და და გავიზარდე. ემიგრაციაში როდის დახვედი? 18 წლის რო გავხდი. ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ბობუქარი ხასიათი მქონდა თავიდანვე და რომელი ქვეყანა შეერჩა მაშინ ემიგრაცია? გერმანია. სამედიცინო განათლებაც მიიღა. სამედიცინო განათლებაც მივიღე სამხატვრო აკადემიის შემდეგ. და ბოლო უნივერსიტეტი იყო ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც არქიტექტურა დავამთავრე. ანუ სულსავ. კი, ეხლა წყალსახეების ქირურგიის რეზიდენტი ვარ. და ქვეყანა სადაც უფრო მეტხანს გაძელი, სხვა ქვეყანა შენი ქვეყნის გარდა იყო თურქეთი. თურქეთი კი. თურქეთი სტამბულმა იმდენად ესე ჩამიხუტა გემრიელად, რომ მეგონა სახში ვიყავი. თუმცა ძალიან მაინც რთული აღმოჩნდა ჩემთვის სხვა ქვეყანაში ცხოვრება. ემიგრანტებს ვემსახურება და დაახლოებით 4 წლის უკან სისტემატურად ჩავდიოდი, კი, წელიწადში 2-ჯერ ჩავდიოდი. მე რაღაცა პერიოდი მქონდა წყვეტა იქიდან გამომდინარე, რომ აქაც ძალიან დაიტვირთა ჩემი გრაფიკი. ეხლა რადგან წასული ვიყავი კონგრესის გამო, პაციენტები ისევ დამიბრუნდნენ, ისევ თურქეთის ემიგრაციაზე, საუბართ სხვა ქვეყნის იტალიის ემიგრაციაზე. აი როცა შეგიძლიათ ცხოვრო ამერიკაში, იტალიაში, თურქეთში, გერმანიაში და ქარელში ვაყოთ იმ თვალსაზრისით პოტენციალის თვალსაზრისით ვამბობ, ბიზნესის თვალსაზრისითაც ვამბობ, თორე სადაც დაიბადე და გაიზარდე, რა თქმა უნდა ის კუთხე უნდა აირჩიო. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ბიზნესი არასოდეს შემიხედავ სამსაქმიანობისთვის. ხო, მაგრამ შემოსავალი ხო გჭირდება? გჭირდება, მაგრამ რეალურად ის საქმე, რომელიც შენი ჰობიც არის, ყველაზე საყვარელი საქმეს რო აკეთებ, იმას ბიზნესად ვერ აღიქვაო. მოთხოვნა ნამდვილად იყო ქარელში. იქიდან გამომდინარე, პანდემიის დროს გადავწყვიტე ქარელში დაბრუნება. 12 საუკეთესო ექიმ შორის აღმოუჩდი და შარშან კომპანიამ წაგვეყვანა. მე ჩემ შვილთან ერთად ვიყავი წარდგენილი. იმიტომ რომ ნუციკოს საოცნებო ქვეყანაა კორეა. არ შემეძლო რომ ეს სურვილი არ ამესრულებინა მის. რა მაგარია 12 საუკეთესო ექიმ შორის? კი. როდესაც უკვე ქარელში დაიწყე ამ ყველაფრის კეთება, იყო რაღაც სირთულები თუ არა თავიდანვე ძალიან მარტივად და ძალიან რთულია რაიონში მოღვაწეობა. ერთ პატარა შეცდომას არ გაპატიოს, თუმცა მეორე წელიწადია წარმატებით მოღვაწეობა. რამდენი წლიდან მოახერხე ის რომ რაც გინდოდა გქონოდა? მამის გარდაცვალების შემდეგ. 33 წლის ვიყავი და ალბათ მამის გარდაცვალებამ უფრო მეტად პასუხისმგებლობა მომიმატა იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახში. კი. კი, ოჯახში ყოფილიყავი კაცი ხარი. დედა ჩემი რო არა, ისეთი როგორი პიროვნებაც არის, მე ვერაფერს ვერ შევძლებდი. კი, მართალია მამასთან მიმართებაში მქონდა სულ მუდმივი ჭიდილი, მაგრამ დედის ძალიან დიდი გმირობის ტოლფასია ის, რომ მე დღეს შემდგარი ქალი ვარ. რამდენად მნიშვნელოვანია ეგ ფაქტორი, რომ აი მიდიხარ სხვა ქვეყანაში ცხოვრობ და მაინც მე შენ კერას უბრუნდები. ძალიან ანუ შენ შემთხვევაში ამან იმუშავა ძალიან კარგად. კი. და რა ვიცი სხვებაც რა სცადან? მე მინდა წყალტუბოში დაბრუნება და მინდა რომ ბოლოს ანუ ჩემი საქმე წყალტუბოს უკავშირდებოდეს. აუცილებელიც არის, რომ ყველა თბილისში არ იყოს თავშეყრის ადგილი ესე პროფესიონალიზმის. რომ იქ არ ვეძებოთ. ხშირად ჩვენ გონია რომ თბილისი განსაზღვრავს პროფესიონალი. არა, შეიძლება ქარელში მიიღო ესეთი მომსახურება და ისეთი პროფესიონალი დაგხვდას, რომელიც თბილისში სანთლით ეძება. ნამდვილად. და რაიონს უფრო სჭირდება ესეთი წარმოჩე. ჩემს სტუდენტობის პერიოდში მაგალითად ჯგუფელებმა, როცა 16 წლის ვიყავი, სამხატვრო აკადემიაში რო ჩავაბარე. ჩემო ჯგუფელებმა ბევრმა არ იცოდა ქარელი სად იყო. ხო. და სულ მოხსოვდა ეგ, რომ რაღაცა ცოტა მეტრიპაჩებოდნენ კიდევაც სულ თბილისელები იყვნენ ჩემი ჯგუფელები. სურვილი მაქვს, რომ რაღაცა ეტაპზე მაინც გავერთიანდეთ ეს ხალხი, რომელსაც შეგვიძლია რაიონისთვის რაღაცა მნიშვნელოვანი გავაკეთოთ. ძალიან მაგარია. ნებისმიერ ტიპის ერთობა ქმნის ძალას, მე მგონი. კი. ყველა სფეროში.
ვიღებთ უამრავ შეტყობინებას ბარიატრიასთან დაკავშირებით, ასევე თხოვნას, რომ ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა თქვენს ოპერაციაში, რაც საკმაოდ რთულია. ჩვენ შეზღუდულები ვართ პაციენტების რაოდენობაში, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ მოგვაწოდოთ ზუსტი და დეტალური ინფორმაცია, რა გზით შეგიძლიათ მოიპოვოთ ეს ოპერაცია სახელმწიფოს მხარდაჭერით. ჭარბი წონა იმდენად პრობლემატურ თემად აღიარეს, რომ სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება მაქსიმალური ინვესტირების და მაქსიმალური ინტეგრაციის ბარიატრიულ ქირურგიასთან დაკავშირებით. ასევე დაიწია ფასმა ამ ოპერაციის. შესაბამისად, ამ სიუჟეტში მიიღებ დეტალურ ინფორმაციას, რა, როგორი და რამდენი ფასდაკლებით შეგიძლიათ მიიღოთ ბარიატრიული ქირურგიული ოპერაცია და ასევე რა გზებით შეგიძლიათ მოიპოვოთ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა. აი მე რელამაზი ხარ. ეს შემთხვევით არ ყოფილა, როდესაც ავირჩიეთ დავით აბულაძე ჩვენს პარტნიორად, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი ქირურგზე, რომელსაც წარმოადგენთ, რომელსაც ნდობას უცხადებთ და რომელსაც თქვენ გირჩევთ და მთელი ეს სტატისტიკა და განვლილი წლები გვაძლევდა სწორედ აი ამ გაბედულებას, რომ ეს ადგილი და ეს ქირურგი უნდა გვერჩია თქვენთვის. დავიწყოთ რა, უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ გადაწყვეტილების დროს, როდესაც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ამ ხოლმე ქირურგიული ჩარევა უნდა გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ მაინც მარტივ ოპერაციად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ გართულებების სტატისტიკური მონაცემებით არ არის ისეთი რაღაცნაირი მაღალი, მაინც არის უსაფრთხოების განცდის აუცილებლობა და ამიტომაც უნდა დავიწყოთ ეს სიუჟეტი ლაბორატორიიდან. რაშიც ვარ უკომპრომისო, ეს არის ხარისხი. ამას აი ძალიან ვაქცევთ ყურადღებას იმ კუთხით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნანუკა აქ არა მარტო ბატონი დავითს, არამედ პედიატრიული პაციენტებიც გახავთ, ბავშვები, რომლებსაც ვთქვათ აი ზრდის ჰორმონი, ფარისებრის ჰორმონი და 1000 რაღაცა, რაზეც ექიმები არიან დაყრდნობილები ამ ჩვენ ლაბორატორიაზე. პერიოდულად აპარატურა იცვლება, იმიტომ რომ შემოდის ახალი თაობა. შესაბამისად წლევანდელი შეცვლილია აი ესაც უახალი ტოსოს იაპონური აპარატია, რასაც ახლა თქვენ ლაბორატორიაში ხედავთ, განახლებულია. იგი სისხლის აღება რომ ხდება, მნიშვნელობა აქვს როგორი ცენტრიფუგა გვიდგას. პლაზმა, როდესაც სისხლიდან პლაზმა გამოიყოფა, შინური ცენტრიფუგა ამ პლაზმას აცხელებს. შესაბამისად, უკვე ანალიზატორებში მოდის გაცხელებული პლაზმა და უკვე დარღვეულია ანალიზის სიზუსტე. თვითონ რომელიც არის თქვათ ესპანური ან იაპონური ცენტრიფუგა, იქ გაგრილების სისტემაც არის და შემოდის ზუსტად ის პლაზმა, რაც ჭირდება ანალიზატორს. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი. აი ამით იწყება ანალიზის სიზუსტე. ასევე მინდა გითხრათ, რომ აი სინჯარებსაც კი ვაქცევთ ყურადღებას რა კუთხით, რომ სუყელა არის იტალიური და არ უნდა იყოს პლასმას ნარევი, უნდა იყოს მინა ნარევი. ეს ხო ვითომ არაფერი, მაგრამ ну მაინც იმიტომ რომ როდესაც აპარატში შედის, ეს აპარატი არის დახურული სისტემის აპარატურა, აქედან გამომდინარე, ნახეთ, აქ კეთდება ონკომარკერები, აქ კეთდება TSH-ში ვთქვათ ფარისებრი ჯირკვალი, 1 რო მივიღოთ განსხვავება, ცდომილება. ნახეთ, 4-ზე წამალი არ ინიშნება, მაგრამ თუ მივიღეთ პასუხი 5, ამ შემთხვევაში უკვე დანიშვნა ხდება. ამიტომ აი ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ასე ვთქვათ, გარე კონტროლი, შიდა კონტროლი, ყოველდღიური აპარატების რეცხვა კონტროლის გაყოლება და უამრავი ესეთი რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი. მესმის ჩვენ რო ვაკეთებდით ან ჩინურით, ან რუსული რეაქტივებით, ჩათვალეთ რომ მოგება გექნებოდა, მაგრამ დღეს ქირურგიული ჩემი ცალკე კლინიკა მექნებოდა, მაგრამ ძინავს წყნარად ვიღებ მე თვითონ, იღებენ ჩემი შვილები, იღებენ პაციენტები, რომლებთანაც ვართ პირნათელი. რეალურად ტენდენცია არის ის, რომ საერთოდ როდესაც რაღაცა პროდუქცია, ეს არის ჩვეულებრივი თემა, მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად ფასებიც კლებულობს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც უკვე საქართველოში თქვა თუ რამოდენიმე წლის წინ იყო სულ 5-6 ქირურგი, ვინც ასრულებდა ოპერაციას, დღეს არის უკვე სადღაც დაახლოებით 30-მდე ქირურგი და დაახლოებით 15. კონკურენცია ხო? ну კონკურენციის ის არა უბრალოდ კონკურენცია არა იმდენად არის, არამედ რამდენადაც ეს წარმოებლებმას თვითონაც ნახეს, რომ უკვე ბრუნვა დიდია საქართველოში ბარიატრიული ოპერაციების. თვითონ ეს სახარჯი მასალები იგივე ხარისხიანი, იგივე ყველაფერი გაცილებით უფრო
იაფად შემოაქვთ. ანუ რეალურად ჩვენ მოგვეცა საშუალება უკვე კლინიკებს, რომ რა თქმა უნდა უფრო მეტ პაციენტს გაუწევთ დახმარება, გამომდინარე იქიდან რომ კი სახელმწიფოს ჩართულობაც არსებობს, მაგრამ თავისი კრიტერიუმები აქვს, მაგასაც გეტყვით. რომ უფრო მეტმა პაციენტმა მიიღოს ის სამედიცინო დახმარება ბარიატრიული და მეტაბოლური ოპერაციების სახით, რომელიც მათ სჭირდებათ. ჯანდაცვის სამინისტრომ შარშან გადაწყვიტა, რომ დაეფინანსებინა პაციენტები, რომელთა სხეულის მას ინდექსი იყო 50-ზე მაღალი, რაღაც გარკვეული თანხით, რომელიც დაახლოებით 50%-ს წარმოადგენდა თითოეულ ოპერაციის ღირებულების და რეფერალური პროგრამით სრულდებოდა ეს ყველაფერი. ანუ ასაკობრივი კატეგორიები დადგინდა, ეს არის 25 წლიდან 65 წლამდე იმ პაციენტებზე, სადაც სხეულის მას ინდექსი არის 50-ზე მაღალი და აღინიშნებათ მეტაბოლური სინდრომი. ეს უფრო გასაგები რო იყოს, აი მაგალითად ჩვენს მოყოლებას როგორ მივანიშნოთ, რომ შეიძლება ისიც იყოს ის პაციენტი, რომელმაც მაგალითად მიიღოს ჯანდაცვის სამინისტროს, ეს არის რამდენი კილოთი მეტი პირობით. არა, ესე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ სიმაღლედან არის. მაგალითად, სიტყვაზე 1.50 თუ არის ადამიანის სიმაღლეში, 110 კილო აბსოლუტურად საკმარისია, რომ თქვა სიტყვაზე 50, მაგრამ თუ 1.80-ია, იქ შეიძლება რაღაც 170, 180 კილოზე იყოს საუბარი. ანუ რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ვინც ფინანსდებიან კიდე არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებული პაციენტები, რომელთა ასაკი უკვე არის 18 წლიდან 65 წლამდე, რა თქმა უნდა, ოღონდ სხეულის მას ინდექსი არა 50, არამედ 45-ზე მეტი აქვს. ანუ უფრო ესე ვთქვათ, გაუმჯობესეს კრიტერიუმები. ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა რამოდენიმე კლინიკაში, თბილისში და ქუთაისში კომისიები, სადაც ეს ყველა პაციენტი იმის მერე რაც გაივლიან, ვთქვათ, ანუ თავიანთ ქირურგთან თუ თავიანთ ენდოკრინოლოგთან კონსულტაციას, მერე მოწმდება კიდე, ეს აბსოლუტურად უფასოა, მოწმდება ის ფიზიკალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც ხდება დიაგნოზები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არასწორი ჩამოყალიბებული ტენდენცია, რომ ადამიანებს გონიათ, რომ აქ ძვირია და ამას განსაზღვრავს მაგალითად ისეთი ცნობილი ექიმი, როგორც თქვენ ხართ, ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ გავიგე რომ კონკრეტულ ფასს ვერ ვიტყვი, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებ ფასში შეიძლება აქ მოიპოვონ ოპერაცია, ვიდრე მაგალითად სხვა კლინიკებში, სადაც გამოცდილება არც კი იციან, ხო? ამ ნეგატიურ კონტექსტში არ ვამბობ, ხა ფაქტია ეს. Ну, რეალურად მართალია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების ჩვენი გუნდი არის დღესდღეობით საქართველოში, ხოლო რაც შეეხება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დაახლოებით 20%-ით გაიარდა და საშუალებაც მოგვცა სწორედაც აი ამ სახარჯი მასალების შემომტანი კომპანიების მიერ, ესე ვთქვათ, ახლა დიდი ბრუნვა აქვს უკვე მათ უფრო იაფად შემოაქვთ. ხარისხი არ დაცემულა პირიქით, აპარატურის თვალსაზრისით მოხდა განახლება, დავით რობოტი, ესე ვთქვათ, ვაკეთებთ უკვე უახლოს ტიპის ოპერაციებს, როგორც არის მაგნიტური დუოდენოილოსტომები და აქედან გამომდინარე რეალურად მომსახურების ხარისხი პირიქით თუ არ გაიზარდა, ვიდრე ვთქვათ, ამ ფასდაკლების გამო რაღაცა შეეტყო. ამიტომ ჩვენ კანონებს ვხვდებით დეტალური ინფორმაციის გაცემის ნაწილში, თქვენ შეგიძლიათ რომ კლინიკაში დარეკოთ, კლინიკაში მოიკითხოთ დეტალური ინფორმაცია, როგორც ფასებზე, ისე რაღაც კონკრეტულ შეღავათებზე, ეს უკვე არის ინდივიდუალური განხილვის საგანი. თქვენ დაგეხმარეთ მთავარი ინფორმაციის მოწოდებაში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. და ხო, მთავარი შეკითხვა, რომელიც მოგდის ინბოქსში, ზაფხულში რამდენად არის რეკომენდირებული ეს? იცით როგორი თემა არის? ზაფხულში არის რეკომენდირებული, გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად დღეს თანამედროვე სიტუაციაში, ესე ვთქვათ, κλინიკა რა თქმა უნდა ვენტილირებული არის, იქ სიგრილეა, იქ არის დაცული კლიმატური პირობები. რეაბილიტაციის თვალსაზრისითაც თითქმის ყველას აქვს იმის საშუალება, რომ ვთქვათ, იგივე სახლში იქნება, ვთქვათ, თუ ოფისში იქნება, კონდეს ისეთი კლიმატური პირობები, რომ იყოს ატანადი. პირველი 1-3-4 კვირა ზღვაზე და სიცხეში წასვლა არ ღირს, იმიტომ რომ ელემენტარულად სიცხის დანაკარგის, მაგრამ მთის რეგიონებში, სადაც გრილა, მთის კურორტებზე, სადაც ფიზიკური აქტივობა წამახალისებელია, რაზეა ლაპარაკი. ეს არის Rexaline, ფრანგული პრემიუმ ბრენდი და 40+ ქალებს უყვართ რამდენიმე მიზეზის გამო და სწორედ ამ მიზეზებზე მინდა დღეს მოგიყვეთ. მოკლედ Rexaline-მა საკუთარი პროდუქტისთვის შექმნა ექსკლუზიური ფორმულა ჰიალურონის, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ხდება მხოლოდ კანის ზედაპირული დატენიანება, არამედ ხდება ღრმა შრეებში ჰიალურონის შეღწევა და შესაბამისად სულ რაღაც 1 კვირა, 10 დღე საკმარისია მისი აქტიური მოხმარება, საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ თვითონ იგრძნოთ ხელშესახები შედეგი ზედაპირულ ნაოჭზე როგორ მუშაობს და გამომშრალი კანის დატენიანებაზე როგორ მუშაობს Rexaline-ის პროდუქტი.
გარდა იმისა, რომ არსებობს ტონერი, არსებობს სერუმი, არსებობს ნიღბები, რექსალაინის, არსებობს დამატენიანებელი საცხი, მე მაინც მინდა ხაზი გაუსვა მის მთავარ პროდუქტს, ვისაც გაწუხებთ შეშუპება, ვისაც გაწუხებთ სახეზე წყლის შეგუბება 15 წუთი კვირაში ორჯერ. ამ ნიღაბის სახეზე დატანა საკმარისია, რომ შედეგი პირველივე მოხმარებაზე იგრძნათ. ანუ 15 წუთი იჩერებ სახეზე, შემდეგ იბანთ და შემდეგ უკვე მთელ ხას იყენებ და თუ არ აგაქვთ რექსალაინის სხვა პროდუქტები, ნიღაბი მის ეფექტურობას მაინც თვალსაჩინოს ხდის, ანუ შეშუპებული სახეებისთვის, შეშუპებული თვალებისთვის, აი დილით იღვიძებთ, შეშუპებული თვალები ხდება, თუცებ ისვამთ. 15 წუთი იჩერებ და იბანთ. რაც შეეხება უკვე რექსალაინის მთელ ხას, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს ყველაზე ეფექტურ პროდუქტად. კიდევ ერთხელ დასჯერ გავიმეორებ, მარტივი მიზეზის გამო, ეს არის მისი ექსკლუზიური ჰიალურონი, რომელიც აღწევს ღრმა შრეებში და შესაბამისად შედეგიც ხილული ძალიან მოკლე დროშია.